მოგესალმებით ყველას, ახლოვდება 4 ოქტომბერი, ბიძინა ივანიშვილისგან და რუსული რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლების ისტორიული დღე. ეს არ გახლავთ პათეტიკა, ეს არის რეალობა და 4 ოქტომბერს ვინც ცოტა დაეჭვებული, მაგრამ მაინც მოდის აქციასაც ვერ უწოდებთ ამას, 4 ოქტომბერს ის ამაში თვითონ დარწმუნდება. ამ დღესთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება სხვადასხვა ექსპერტების, პოლიტიკოსების, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების, მათ შორის ჟურნალისტებისაც მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან და სახელდება როგორც წესი სამი გზა: ხანგრძლივი პროტესტის გზა, მშვიდობიანი რევოლუციის, ანუ მშვიდობიანი დამხობის გზა, როგორც ჩვენ ვამბობთ, და არჩევნების გზა. როგორც წესი, ასეთი მსჯელობიდან ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივდივართ ხოლმე, ერთი მარტივი მიზეზის გამო შეცდომას უშვებთ საფუძველშივე, როდესაც ამ სამ გზას ჩვენ განვიხილავთ როგორც ერთმანეთის ალტერნატივას, ანუ როგორც ერთმანეთის გამომრიცხავს, ერთს თუ აირჩევ, დანარჩენ ორზე უარს ამბობ და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს სამი გზა, სამივე გზა არის უბრალოდ სხვადასხვა დროში არსებული და სამივე გზა არის არა ერთმანეთის ალტერნატივა, არამედ მოდით ასე ვთქვათ, ერთი მთლიანის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილები თუ გნებავთ ერთმანეთის გაგრძელებაც. ხანგრძლივი პროტესტის გზა, რომელზეც ეხლა ჩვენ ვდგევართ და რომელიც ცოტა გაგვიჭიანურდა და სწორედ ამ გაჭიანურების გამო იყო გამოწვეული იმედგაცრუება და სასოწარკვეთა, როდესაც საზოგადოება ლამის ორ ნაწილად გაიყო, ან აქედან წავალთ და ან ამას შევეგუებით, უკვე ამ განწყობაზე ვიყავით ყველა. ამ გზამ თავის ჩარჩოებში უზარმაზარი საქმე შეასრულა, მოარყია საფუძველი ამ რეჟიმის, ხელი შეუწყო რეჟიმის შიგნით არსებულ ურთიერთდაპირისპირებას და ამის შედეგებს ჩვენ უკვე ვხედავთ. იმისათვის, რომ გადავსულიყავით მეორე გზაზე, ანუ ეს არის მშვიდობიანი დამხობის, მშვიდობიანი რევოლუციის გზა, ჩვენ გვჭირდებოდა, როგორც ეს არაერთხელ ლევან ხაბაიშვილსაც უთქვამს და ყველა ვამბობთ, თავზე და სკამზე ხელახებულ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ყოველგვარი პარტიული ნიშნის, ყოველგვარი რაღაცა ერთმანეთთან დამოკიდებულების და ამ ყველაფერს გადადებდა გვერდზე და გააკეთებდა იმას, რისი მოთხოვნაც საზოგადოებაში უკვე იყო, ანუ დააყენებდა ერთადერთ მოთხოვნას, ერთადერთს და ფეხს არ მოიცვლიდა ამ მოთხოვნიდან, ბიძინა ივანიშვილისგან და რუსული რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლება. მესამე გზა, არჩევნების გზას, მხოლოდ და მხოლოდ ხვალინდელი დღეა მას შემდეგ, რაც ჩვენ განთავისუფლდებით ამ რეჟიმისგან. სხვა ყველა შემთხვევაში მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გარეშე ეს ხანგრძლივი პროტესტიც და არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაც ბუნებრივია ისევ ამ რეჟიმის სისხლზე ასხამს წყალს, იმიტომ რომ ხანგრძლივ პროტესტს მოაქვს იმედგაცრუება, როდესაც ამის ბოლო არ ჩანს და აძლევს დროს ძირმოორყეულ რეჟიმს, რომ ახალი სისხლი გადაისხას და არჩევნებში, ისინი რასაც არჩევნებს ეძახიან მონაწილეობა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგივე შედეგი მივიღოთ და კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დავაკანონოთ უკანონო უზურპატორული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს. მე მგონი, თუ ჩვენ
წესიერები ვართ, თუ ჩვენ გულახდილები ვართ, თუ ჩვენ გულწრფელები ვართ, ჩვენ აუცილებლად ასე უნდა შევხედოთ ამ სამ გზას და მაშინ ჩვენ შორის სადაო არაფერი არ იქნება და ჩვენ აუცილებლად როგორც ერთად ვიყავით ხანგრძლივი პროტესტის გზაზე, ასე ერთად ვიქნებით მშვიდობიანი დამხობის დღეს, მშვიდობიან რევოლუციის დროს ერთმანეთის გვერდზე და ასევე ერთად მივიღებთ მონაწილეობას უკვე სამართლიან არჩევნებში, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება და როდესაც ჩვენ ზოგი კენჭს იყრის, ზოგი როგორც ამომრჩეველი უკვე ნამდვილ სამართლიან არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას და ავირჩევთ იმას, ვისთვისაც ხმის მიცემა გვინდა და მივიღებთ იმ შედეგს, რაც იქნება სამართლიანი ასეთი არჩევნების ჩატარების შემდეგ. აი ეს მინდოდა სულ მეთქვა, რილსი სამწუხაროდ მეტ დროს არ მაძლევს, რომ სხვა თემებზე ვისაუბროთ, შემდეგ ჩართვებში მექნება აუცილებლად საუბარი მოლოდინებზე, იმედებზე, რწმენაზე, რისკებზე, საფრთხეებზე და ასე შემდეგ, რაც ასევე ყველას აინტერესებს. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვართ და ერთი წამით არც ერთი ჩვენგანი უკან დახევას არ აპირებს. ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რუსული რეჟიმისგან.